Ძვირფასო მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქისთვის ისტორიული დღეა. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოუქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ყველა ასე მოუთმენად ველოდით. კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა რეფორმა სრულყოფილად განხორციელდა. ეს არის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე. სწორედ წარმატებული რეფორმების შედეგად ჩვენ უკვე მივახციეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთიანი ქართული სახელმწიფო შენების ურყევ საფუძველს კიდევ უფრო განამტკიცებს. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მომდევნო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ხვალვე აიღებენ ბილეთებს და ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან. საბოლოო გადაწყვეტილებამდე გასავლელი არის გარკვეული ეტაპები, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებით რამდენიმე თვეს მოიცავს. თუმცა დღეს ამ პროცესში, ჩემო ძვირფასებო, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა ჩვენი განუხრელი ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი. საქართველოს წინსვლა ევროპული თანამეგობრობისკენ. სწრაფვის გზაზე ის თანმიმდევრული ძალისხმევა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად. და ამ შრომამ ევროპელი კოლეგების ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის ვართ ლიდერი სახელმწიფო. პასუხად ევროპა ამბობს, რომ ღია არის საქართველოს მოქალაქეებისთვის. და დღეს ჩვენ ხომ თანამედროვეთა და ასევე მრავალი თაობის ჩვენი წინაპრების ოცნება ავიხდინეთ. მიუხედავად მრავალი შიდა თუ გარე წინააღმდეგობისა, ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, შედეგი მიღწეულია. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. საქართველოს წინაშე სრულად ახალი შესაძლებლობები ისახება. ევროპელებთან ცოდნის და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ყველა დონეზე ურთიერთობათა გაღრმავება, ქალაქების დაძმობილება, სტუდენტური და სამოქალაქო გასვლითი პროგრამები, ევროპის ასოციაციებში გაწევრიანება, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. სულ მალე ეს ყველაფერი, ჩემო მეგობრებო, სრულად ახალ, უფრო ღრმა და შინაარსიან განზომილებას შეიძენს. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში ნახევარი წლის განმავლობაში 90 დღის მანძილზე უვიზოდ შესვლას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. შეგეძლებათ ევროპაში თავისუფლად იმოგზაუროთ ყოველგვარი ბარიერების გარეშე, თქვენს ოჯახთან ერთად, როგორც ტურისტი, დაგეგმოთ საქმიანი ვიზიტი, ეწვიოთ მეგობრებს, ნათესავებს, ჩაერთოთ საზაფხულო სკოლებში, მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციებსა თუ გამოფენებში და ასე შემდეგ. ევროპას და საქართველოს შორის შთამბეჭდავი თანამშრომლობის ამ მაგალითის უკან დგას, რა თქმა უნდა, მრავალი ადამიანის ძალისხმევა, მათი თავდაუზოგავი შრომა. ჩვენი ქვეყნის ყველა საჯარო სტრუქტურის პროფესიონალიზმი. ასევე, რა თქმა უნდა, უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ევროპელი პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან წლების განმავლობაში ვიღებთ. ჩვენ ეს გზა, ჩემო მეგობრებო, ერთად გავიარეთ. ამიტომ მე მინდა გულწრფელად გადაგიხადოთ მადლობა ყველას. თითოეულ თანამშრომელს, ვინც თავი არ დაზოგა, რომ ეს მიზანი რეალობად ქცეულიყო. რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის ჩვენს გმირ ხალხს, ჩვენს ამაყერს, ვისაც ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი არასდროს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენი მთავარი ღირებულება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ასევე ევროპული ფასეულობები. ევროპა ეს არის არაუბრალოდ რაციონალური, ასე ვთქვათ, არჩევანი, არამედ ეს ხო ჩვენი ისტორიული სახლია. ამ სიტყვაში ევროპა განსახიერებულია ყველაფერი, რისკენაც ჩვენიერი მიესწრაფვის.
ეს არის თითოეული მოქალაქის თავისუფლება. კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა, ეს არის ძლიერი ეკონომიკა და თანასწორობა ადამიანთა შორის. ეს არის მშვიდობა და ნათელი მომავალი ჩვენი შვილებისთვის. განვითარების პირობები ყველასთვის. და რაც მთავარი, ეს არის ჩვენი უნიკალურობის, თვითმყოფადობის სრულად რეალიზების ახალი სივრცე. და ეს არის გზა საქართველოს ერთიანობისკენ. მხოლოდ თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენებით გავხდით ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს. ჩვენი აფხაზი და უსიძმებისთვის. მე მჯერა რომ დადგება დღე, როცა ისინიც ჩვენი აფხაზი და უსიძმები სრულად ისარგებლებენ ამ სიკეთეებით, რაც ევროპულ ინტეგრაციას მოაქვს. ეს წარმატება არის ახალი გზის დასაწყისი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ამ დიდ გამარჯვებას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.